ახლა უკვე გადავიდეთ ჩვენს ცვლადებზე, field variable-ების შექმნაზე და დაგვჭირდება რა? მისამართი ხო შემქმნელის. ამიტომ შევქმნათ ჩვენი მისამართი და დავფიქრდეთ. ჩვენ მიდგომა ვიცით, რომ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცვლადი უნდა იყოს დახურული private, ხო? მაგრამ რო დავფიქრდებით, შემდეგ ნაფიჩზე რო გადავალთ და დავფიქრდებით, უნდა იყოს private to public, ამ შემთხვევაში რადგანაც ფლობელია და გვინდა რომ იყოს საჯარო, უნდა იყოს საჯარო. ამიტომ public და owner. შემდეგი ცვლადი, რომელიც დაგვჭირდება, ამ შემთხვევაში იქნება ალბათ mapping-ი, ხო? Mapping-ი მევალეებისა და მათი ვალებს შორის, როგორ არიან დაკავშირებული. ანუ ერთ ადგილას უნდა დაჯდეს ჩვენი მევალის მისამართი და მეორე ადგილზე უკვე იქნება აი ამ მევალის ვალი თვითონ. ამიტომ შევქმნათ ეს ცვლადი. Mapping პირველ რიგში address და შესაბამისად უკვე uint ჩვენი რიცხვითი მნიშვნელობა ეს დავფიქრეთ უნდა იყოს private თუ უნდა იყოს საჯარო. ამ შემთხვევაში, თვითონ კონცეფციას გააჩნია როგორ ვაპირებთ ამ კონტრაქტთან მუშაობას, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ჩვენი მევალეები გავხადოთ საჯარო და იყოს ჩვენი კონტრაქტი ეს ცვლადი public-ი. და დავარქვათ მას, მარტივად depth-ს ალბათ. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ხელოვნურმა ინტელექტმა ვებ პროგრამის ბევრი კითხვა გაუჩინა. თუმცა ეს იყო blockchain პროგრამირება და Solidity თანამედროვე ფინანსებში ყველაზე მოთხოვნადი ენა. თუ გინდა რომ შენც შეძლო იგივე, დააკომენტარე. მაინტერესებს და მიიღე ლინკი უფასო ვებინარზე. კი, ნომერ პირველი კრიპტო აკადემია.